საქართველოს პრემიერი ყირგიზეთში ჩავიდა დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მთავრობის მეთაურს ხვალ ყირგიზეთის პრეზიდენტი მიიღებს. პრემიერ-მინისტრის პოზიციის დაკავების შემდეგ ეს ყირგიზეთში ირაკლი ყობახიძის პირველი ვიზიტია. ვიზიტს კი ორი მთავარი მიმართულება აქვს: სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. ირაკლი ყობახიძესთან ერთად ბიშკეკში იმყოფებიან საგარეო ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები. 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის ხდომა, სადაც კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბიშკეკში მყოფმა მინისტრებმა კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და სატრანზიტო პოტენციალი გააცნეს. ორივე მხრიდან მზაობაა, რომ სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაზარდონ და ამ მხრივ არსებული პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ. მოამბე ყირგიზეთიდან თათია ტაბაშაძე გვეტყვის, რა გზავნილებით ჩავიდა ქართული დელეგაცია ბიშკეკში. თათია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში. მას დელეგაციაში თან ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ მქრიუშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. საქართველოს დელეგაციას დახვდა მასპინძელი მხარე აეროპორტში, აგრეთვე საქართველოს დელეგაციისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად დედაქალაქ ბიშკეკის ქუჩებში ჩვენ ხვდებით საქართველოს დროშას, გამოსახულებით სხვადასხვა ეკრანზე, რომელიც არის სპეციალურად ამ მიზნით დამონტაჟებული. გარდა ამისა, ხვდებით სხვადასხვა ქართულ წარწერას და მათ შორის არის მოხარული ვართ პატივცემული სტუმრების ჩამობრძანებით. რაც შეეხება უშუალოდ ირაკლი ყობახიძის შეხვედრას, ხვალ გაიმართება, მას უმასპინძლებს ყირგიზეთის პრეზიდენტი, პირადად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც გაიმართება ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულ დოკუმენტს მოეწერება ხელი და მხარეები მედიასთან გააკეთებენ უკვე განცხადებებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უკვე დაიწყეს პრინციპში შეხვედრები. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა ყირგიზმა კოლეგამ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე სექტორული თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა ასპექტში. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროში უმასპინძლა ყირგიზმა კოლეგამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მარიამ მქრიუშვილს, რომელსაც თან ახლდა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 10 წლის შემდეგ. პირველად გაიმართა მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა. ეს ჯამში საქართველოს და ყირგიზეთის ურთიერთობების ისტორიაში არის რიგით მეორე შეხვედრა. ამ შეხვედრის ფარგლებში კი საუბარი შეეხო საერთო მიმართულებებს, საერთო პროექტებს, პოტენციალს, გაესვა ხაზი ორი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო მიმართულებას, აგრეთვე ორი ქვეყნის ვაჭრობის ნაწილში თანამშრომლობის გაღრმავებას. თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მზარდ სტატისტიკაზე, ტურიზმის სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებზე და ხაზი გაუსვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში იმისთვის, რომ შუა დერეფნის ფარგლებში მოხდეს ტვირთის გამტარიანობის გაზრდა. ამ ნაწილში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე და საქართველოზე, უნდა ითქვას, რომ საქართველო არის ერთგვარი ხერხემალი აზიიდან წამოსული ტვირთებისთვის, იმისთვის რომ მიეწოდოს ის ევროპას უსაფრთხოდ და მარტივად. აი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას და ბუნებრივია ეს ეხება ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, მათ შორის ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას და აქვე გეტყვით, რომ იგეგმება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნაც. ვისაუბრეთ საქართველოდან ექსპორტის ზრდის პოტენციალზე, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობაზე, ვისაუბრეთ ასევე ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე, სადაც საქართველოს ძალიან დიდი და გამოკვეთილი როლი აქვს, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ სიღრმისეულად გვესაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზოგადად ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად უშუალო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. გამახვილებული
მიღებული იყო ყურადღება როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგრეთვე საუბარი იყო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენს ყირგიზ პარტნიორებს, ასევე იმ გამოცდილებების გაზიარების ნაწილში აღინიშნა გარემოს დაცვითი მიმართულები და ეს ყველაფერი განსაკუთრებულად კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს უпроსორ და გააღრმავებს იმ ორხრივ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. გაიმართა ყირგიზეთს საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სოციალური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეორე ხდომა. ეს მეორე შეხვედრაა 10 წლიანი პაუზის შემდეგ, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ სიმბოლურ გარღვევად. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და მრავალი პროექტი არსებობს, რომლის განხილვას და შესაძლოა განხორციელებაც შევძლოთ. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელშიც გაწერილია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განმავითაროთ და წინ წავწიოთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორხრივ თანამშრომლობას, იმ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორ ქვეყანას ამჟამად გააჩნია. ჩვენ ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს, რომ ეს საერთო უპირატესობები რეალობად ვაქციოთ. მათ შორის შუა დერეფანი, მწვანე ენერგიის მიმართულება, თანამშრომლობის სფეროების სია საკმაოდ ვრცელია. საქართველოს როგორც შუადერეფნის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის როლი ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და საქართველოს გავლით ხდება ტვირთების მიწოდება აზიიდან ევროპისათვის. სწორედ ახლა ყირგიზეთში მიმდინარე ვიზიტიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოსადმი არის ძალიან მაღალი დაინტერესება სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში. ჩვენ ხვალ ველოდებით უკვე ირაკლი კობახიძის პირველ შეხვედრას ყირგიზეთის პრეზიდენტთან. ჩართვა ყირგიზეთიდან და ჩვენი კორესპონდენტი თათია ტაბეშაძე.